ბაყაყუნას და გომბეშიკოს თავგადასავალი. ზღაპარი. ზაფხულის ერთ დღეს ბაყაყუნამ შეუძლოდ იგრძნო თავი. ბაყაყუნა, უთხრა გომბეშიკომ. დღეს რაღაც ძალიან მწვანედ მეჩვენები. მე ყოველთვის მწვანე ვარ, მიუგო ბაყაყუნამ. მე ხომ ბაყაყი ვარ. ხო, მაგრამ დღეს მეტისმეტად მწვანე ხარ, ბაყაყისთვისაც კი. მოდი ჩაწექი ჩემს ლოგინში და დაისვენე. გომბეშიკომ ბაყაყუნას ერთი ფინჯანი ცხელი ჩაი მოუმზადა. ბაყაყუნამ ჩაი დალია და უთხრა. გომბეშიკო, მიამბე რა ზღაპარი, სანამ ვისვენებ. კარგი, გიამბობ, უპასუხა გომბეშიკომ. მაგრამ ჯერ უნდა მოვიფიქრო რა გიამბო. გომბეშიკო იფიქრა, მაგრამ მაინც ვერ მოიფიქრა რა ზღაპარი ეამბნა ბაყაყუნასთვის. აივანზე გავალ და წინ და უკან ვივლი, თქვა გომბეშიკომ. იქნებ სუფთა ჰაერზე უფრო კარგად გამოვიგონო ზღაპარი. გომბეშიკო დიდხანს სცემდა ბოლთას აივანზე, მაგრამ მაინც ვერ მოიფიქრა რა ზღაპარი ეამბნა ბაყაყუნასთვის. შემდეგ გომბეშიკო ოთახში დაბრუნდა და ყირაზე დადგა. რატომ დადექი ყირაზე? ჰკითხა ბაყაყუნამ. იმედი მაქვს, რომ თუ თავდაყირა ვიდგები, ეს ზღაპრის მოგონებაში დამეხმარება, მიუგო გომბეშიკომ. გომბეშიკო დიდხანს იდგა ასე თავდაყირა, მაგრამ მაინც ვერ მოიფიქრა რა ზღაპარი ეამბნა ბაყაყუნასთვის. შემდეგ აიღო და ერთი ჭიქა წყალი გადაისხა თავზე. თავზე წყალი რად გადაისხი? ჰკითხა ბაყაყუნამ. იმედი მაქვს, რომ თუ თავზე წყალს გადავისხამ, ეს ზღაპრის მოგონებაში დამეხმარება, მიუგო გომბეშიკომ. გომბეშიკომ ბევრი წყალი დაისხა თავზე, მაგრამ მაინც ვერ მოიფიქრა რა ზღაპარი ეამბნა ბაყაყუნასთვის. შემდეგ გომბეშიკო გამოქანდა და კედელს მიახეთქა თავი. რატომ მიახეთქე კედელს თავი? ჰკითხა ბაყაყუნამ. იმედი მაქვს, რომ თუ გამეტებით მივახეთქებ კედელს თავს, ეს ზღაპრის მოგონებაში დამეხმარება, მიუგო გომბეშიკომ. გომბეშიკო, ახლა გაცილებით უკეთ ვგრძნობ თავს, უთხრა ბაყაყუნამ. მგონი ზღაპარი აღარ მჭირდება. მაშინ გადმოძვერი მანდეთან და მე ჩამაწვინე ლოგინში, უთხრა გომბეშიკომ. იმიტომ რომ ახლა მე ვგრძნობ თავს საშინლად. ბაყაყუნამ უთხრა. თუ გინდა მე გიამბობ ზღაპარს გომბეშიკო. მიამბე, უთხრა გომბეშიკომ. იყო და არა იყო რა, დაიწყო ბაყაყუნამ. იყო ორი კარგი მეგობარი, ბაყაყუნა და გომბეშიკო. ერთ დღეს ბაყაყუნამ შეუძლოდ იგრძნო თავი და სთხოვა თავის მეგობარ გომბეშიკოს ზღაპარი მიამბეო. გომბეშიკომ ვერ მოიგონა ზღაპარი. დიდხანს იარა წინ და უკან აივანზე, მაგრამ მაინც ვერ მოიგონა ზღაპარი. მერე ყირაზე დადგა, მაგრამ მაინც ვერ მოიგონა ზღაპარი. მერე თავზე წყალი გადაისხა, მაგრამ მაინც ვერ მოიგონა ზღაპარი. მერე კედელს უხათქუნა თავი, მაგრამ მაინც ვერ მოიგონა ზღაპარი. ბოლოს გომბეშიკო გახდა ცუდად. ბაყაყუნამ კი უკეთ იგრძნო თავი. ამიტომაც გომბეშიკო ჩაწვა ლოგინში და ბაყაყუნა კი წამოდგა და ზღაპარი უამბო გომბეშიკოს. მორჩა, როგორ მოგეწონა გომბეშიკო? მაგრამ გომბეშიკოს არაფერი უპასუხია. ღრმად ჩასცინებოდა.